საკადრო ცვლილებები მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გელა-გელაძის საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას და წარმატებები უსურვა. ვახტანგ გომელაურს კი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ჩვენი ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. პოლიციის სიმტკიცის წყალობით ჩვენ მოახერხეთ ძალიან ბევრი გამოწვევის დაძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. დამსახურება მიუძღვის ბატონ ვახტანგ გომელაურს და მის დამსახურება მინდა ცალკე აღვნიშნო, დღეს საჯაროდაც მას გადაუხადე მადლობა მისი მრავალწლიანი საქმიანობისთვის. ბატონი ვახტანგი გახდათ ყველაზე სტაჟიანი მინისტრი 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. ის ემსახურებოდა ძალიან რთულ საქმეს, რა თქმა უნდა არ არის მარტივი მოწყების ხელმძღვანელობა, მით უმეტეს ასეთ დროს, მარტო ბოლო 4 წლის გახსნება რა დღეს, როდესაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა სამინისტროს და პირადად მინისტრს ძალიან რთულ პრობლემებთან, გამოწვევებთან გამკლავება. საჯაროდას თქვი დღეს, რომ იყო 4 მცდელობა, მოეწყოთ არეულობა, შეეცვალა არეულობის გზით ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ბატონი ვახტანგის საერთოდ თქვენგანის დამსახურებით ჩვენ მოახერხეთ პრობლემის თავიდან აცილება და სახელმწიფო მოახერხა რასთავარია სუვერენიტეტის და თავის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, უსაფრთხოების შენარჩუნება. ამ ყველაფრისთვის მადლობა ბატონ ვახტანგ. შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფოს სამსახურსთან, კვლავ ჩადგება წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში. ამისთვისაც მინდა ბატონ ვახტანგს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა. ახლა მინდა თქვენს წინაშე წარმოვადგინო ბატონი გელა-გელაძე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სტაჟი უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობის კუთხით, აქვს დაახლოებით 10 წლიანი სტაჟი, ასევე სხვა უწყებებში მუშაობდა წლების განმავლობაში, მათ შორის სამართალდამცავ უწყებებში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ძალიან მაღალ თანამდებობებს, იყო განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ბოლოს დღემდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. აქვს ძალიან დიდი სტაჟი. კონკრეტულად მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის ძალიან დიდი სტაჟი და გარდა ამისა არის გამორჩეული თავისი პიროვნული თვისებებით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ძალიან კომფორტული იქნება ყველაფერთან ერთად მასთან ერთად მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გელას ხელმძღვანელობის ქვეშ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალში და მინდა მას წარმატებები უსურვო. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა ყველას, მინდა მადლობა მოგიხადოთ. ასე ვთქვი, გუნდს, ჩვენს გუნდს, პოლიტიკურ გუნდს გვერდში დგომისთვის, მართლა 10 წელი ცოტა არ არის, ყველას მოგეხსენებათ. ურთულესია თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის მიმართულება, მით უმეტეს ბოლო რა მოვლენების განვითარდა უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროსაც, რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროსაც, რაც ბატონო პრემიერმა ახსენა, ესე ვთქვათ, ვიტყოდი ხაზგასმული ბრძოლები რუსთაველზე არ ქონია, მართლა 90-იანი წლების შემდეგ, რაც ქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ ეს და შევინარჩუნეთ ეს სუვერენიტეტი და სახელმწიფო გელაძე არ არის უცხო თქვენთვის მიულოცო პირველ რიგში და წარმატებები უსურვო. წარმატებები და გამიხარდება ყოველთვის თქვენი წარმატება. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, ტობისთვის, ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა. ყოველთვის სხვა საჯარო სექტორში მუშაობის პერიოდში ბატონი ვახტანგი გამორჩეულად ჩემი პირადი მხარდაჭერი იყო და ამისთვის დიდი მადლობა, მადლობა იმისთვის, რომ ამ უწყებისთვის გაქვთ გაკეთებული რეფორმებიდან დაწყებული პროცესების მაგრამ თითოეულ თქვენთანაც მადლობა, თქვენ თანამშრომლებს. ფასდაუგდებელია თქვენი შრომა, ეს გარემო არ არის ჩემთვის უცხო, ყველას თითქმის ვიცნობ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ ერთად.